არსებობს საინტერესო ისტორია ერთი რაბის შესახებ, რომელმაც ერთხელ ნახა ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც სიამოვნებით მიირთმევდა თევზს. რაბიმ კითხა, ახალგაზრდავ, რატომ ჭამ თევზს? ახალგაზრდამ უპასუხა, იმიტომ, რადგან მე მიყვარს თევზი. აი თურმე რატო ამოათრიე შენის წყლიდან მოკალი და მოხარშე? ნუ მეუბნები, რომ გიყვარს თევზი, შენ გიყვარს საკუთარი თავი. და რადგან თევზი გეგემრიელება, ამიტომაც ამოათრიე ის წყლიდან მოკალი და მოხარშე. ბევრი რამ, რასაც ვეძახით სიყვარულს, არის ასეთი თევზისადმი სიყვარული. ხო, ახლა უყურეთ, ახალგაზრდა შეყვარებული წყილი, ახალგაზრდა ბიჭ და გოგოს უყვარდება. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ამ ბიჭმა დაინახა ამ გოგოში ის, ვისაც მისი აზრით შეუძლია დააკმაყოფილოს საკუთარი ყველა ფიზიკური და ემოციური მოთხოვნილება. გოგომ კი დაინახა ბიჭში ის, რაც საკუთარი შეგრძნებებით ახსნიდა, რომ ეს არის სიყვარული. თუმცა თითოეული ღელავდა მხოლოდ საკუთარ მოთხოვნილებებს, ეგ არ არის სიყვარული მოყვასისადმი. პარტნიორი ხდება მხოლოდ ინსტრუმენტი ჩემი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების. ბევრი რამ, რასაც ვეძახით სიყვარულს, არის უბრალოდ თევზისადმი სიყვარული.